გზავნილი უმაღლესი ძალებისგან. აბა ვნახოთ, რა გზავნილი აქვს მაღალ ძალებს შენთვის. ვნახოთ, რა ჩქარობს შენთან, რა გზავნილი არის შენთვის მაღალი ძალებისგან. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, რომ თქვენთან თქვენ გიგზავნიან იმპერატორს გიგზავნიან, ანუ ადამიანს, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. აქ არის როგორი სიტუაცია, შეიძლება ეს ადამიანი გამოჩნდეს, მაგრამ ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენ შეიძლება გულით წყდებათ, შეიძლება გულით ტკივათ, შეიძლება თქვენ ახლა ნერვიულობთ იმაზე, რომ თქვათ, აი, ნუ ვინც ელოდება რა, აი გზავნილი ეს არის, რომ აუცილებლად ეს ადამიანი გამოანათებს, ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება, შეიძლება თქვენ უკვე даже ეჭვს გეპარებათ, მაგრამ მაინც აქ როგორი მომენტი, ნუ გამოანათებს ასე რომ ვთქვათ რა, ეს ადამიანი, იმიტომ რომ თქვენ აქ მისთვის ხარ ძალიან მნიშვნელოვანი, სადღაც ეს ადამიანი თქვენ გხედავს, შეიძლება გითვალთვალებს, შეიძლება სურათებს უყურებს და ხედავს, რომ ნამდვილად ეხლა შეიძლება იმასაც ხედავს, რომ დაუშვოთ თქვენ, ნუ ანუ გრძნობს, რომ ვთქვათ ეხლა თქვენს გინდათ ამ ადამიანთან, შეიძლება ფიქრობს, რომ აი მე ვიცი, რომ ისეც ეხლა არ აქ დაჟგმარით შეიძლება იყოს ხო შეიძლება გამოჩნდეს რა თქვენი, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, რომ ნუ შეიძლება გაბრაზებული თქვენ იყავით, შეიძლება თქვენ წახვალით ურთიერთობიდან აქ არ გამოვრიცხავ რა და აქ ადამიანმა აი ამ ზუსტად თქვენს განშორებაში მიხვდა, რომ ღმერთო ეს ამას ვის ვკარგავ მე, ღმერთო ესე იგი ეს რა გავაკეთე, ღმერთო ეს, ანუ აქ თითქოს ადამიანი მიხვდება და აღიარებს იმას, რომ ნამდვილად ახლა ეს ქალი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რა. ეს ანუ შეიძლება ცხოვრებას თქვენსაც ხედავს რა, რომ თქვენ ახლა როგორი ცხოვრებით ხედავ და ხვდება, რომ ეს რანაირად მე მივიყვანე იმ დონემდე, რომ ამ ქალმა დაკარგა ჩემს მიმართ საერთოდ ყველანაირი ინტერესი რა. ნამდვილად და რას მოგიტანს თქვენ ეს იმპერატორი, რას მოგიტანს? ნუ აქ როგორი სიტუაცია, აქ პრინციპში შეიძლება რაღაცის დაწყება ურთიერთობის, მაგრამ ნუ ეს უკვე აქ ყურუმი ქალი გამოდის და ამიტომ გვეუბნებიან, რომ ეს არის ახლა შემდეგი ისტორია, სადაც უკვე ყველაფერს მე უფრო წვრილად მოგიყვებით.